ინგლისი მე-11 საუკუნის დასაწყისში. სწორედ აქ ჩნდება პირველად წოდება სერჟანტი. ეს არ იყო სამხედრო წოდება. სერჟანტებს ეძახდნენ მიწათმფლობელთა ერთგვარ სოციალურ ჯგუფს. ეს იყო რაღაც შუალედური ფენა რაინდებსა და თავისუფალ გლეხებს შორის. წოდებისა და მიწების მიღების შემდეგ სერჟანტები ოფიციალურად ირიცხებოდნენ მეფის მსახურთა რიგებში. მათი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი იყო. სერჟანტები ხელმძღვანელობდნენ როგორც სამეფო კანცელარიას, ისე მმართველობის სხვა ორგანოს. წოდებაცა და სამსახურიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მათ მომდევნო თაობას. სერჟანტები არ იყვნენ ვალდებულები ემსახურათ ჯარში. ეს მათ სურვილზე იყო დამოკიდებული. ამ წოდების ადამიანს თავისი ნებით შეეძლო ემსახურა მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით დანაყოფებში. თუმცა ამაში ისინი რაინდებისგან განსხვავებით ანაზღაურებასაც იღებდნენ. რეგულარულ არმიაში კი პირველად ასეთი წოდება მე-15 საუკუნეში, საფრანგეთში და შემდგომ უკვე გერმანიაში გაჩნდა. თანამედროვე არმიაში სერჟანტის წოდებამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. მსოფლიოს ყველა ქვედანაყოფში ამ წოდების ადამიანს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან. არმიის გული, არმიის ხერხემალი და გონება. სწორედ ასე მოიხსენიებენ თანამედროვე სერჟანტებს. სერჟანტი არის არმიის ხერხემალი. ეს არის ადამიანი, რომელზეც დამოკიდებულია ნებისმიერი ოპერაციის წარმატება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა ენდობა დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან დამთავრებული გენერლამდე. თუ ოფიცერს პატივს სცემენ მისი წოდებისა და დამსახურების გამო, სერჟანტი არის ადამიანი, რომელიც უყვართ. მას ენდობა ნებისმიერი ჯარისკაცი, რაც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა. მოკლედ რომ გითხრათ, სერჟანტი არის ნებისმიერი რიგითი ჯარისკაცის სამაგალითო პიროვნება. სერჟანტი უშუალოდ მუშაობს მის ქვედანაყოფში. საბრძოლო თუ მშვიდობიან პერიოდში მეთაურისგან მიღებული ბრძანების განხორციელებაზეც სწორედ ის არის პასუხისმგებელი. მან ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დამოუკიდებლად მოქმედებაც უნდა შეძლოს. აქედან გამომდინარე გაჩნდა სერჟანტთა მომზადებისთვის სპეციალური სკოლების შექმნის აუცილებლობა. დღეს ნატოს შესაბამისად სერჟანტის წოდების მინიჭება მხოლოდ ამ სკოლებში სპეციალური კურსის გავლის შემდეგ ხდება. დღეს მსოფლიოს ყველა არმიაში არსებობს ასეთი სკოლა. უპირველეს ყოვლისა რესპექტი და პატივისცემა მოდის ცოდნიდან. სერჟანტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული, ყველანაირად ჩამოყალიბებული ღირსეული სამხედრო მოსამსახურე, მას უნდა გააჩნდეს ის ცოდნა, რომ შემდეგ გადასცეს თავის ათეულს. და ეს ცოდნის სტანდარტი უნდა იყოს ერთი და იგივე. ზუსტად ამ ცოდნას ვსწრებთ ჩვენ იმის მოწვეულ აქ მოწვეულ სერჟანტებს, რომლებიც ათეულისა და 20-ეული სერჟანტის კურსს გადიან. სერჟანტთა ქართული სკოლა 2003 წლის გაზაფხულზე ქალაქ გორში გაიხსნა. იმ პერიოდში გერმანელმა ინსტრუქტორებმა 30-მდე ქართველი ათმეთაური გაწვრთნეს. 2003-2005 წლებში
სკოლის ბაზაზე 120 სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა სწავლება. 2005 წლიდან სერჟანტთა მომზადების სკოლა ქალაქ გორიდან ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანითში გადავიდა. 2006 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. გერმანულმა მხარემ აიღო ვალდებულება ქართულ სერჟანტთა სკოლისთვის ინსტრუქტორები მოემზადებინა. სწავლებას ქართველები ჰამბურგის ქვეითას სკოლაში გადიოდნენ. 2007 წლის 1 მარტიდან სერჟანტთა მომზადების სკოლა გამოეყო კრწანისის სასწავლო ცენტრს და ჩამოყალიბდა როგორც ცალკეული ქვედანაყოფი და დაექვემდებარა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტს. ქართულ სერჟანტთა სკოლაში სასწავლო კურსი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული. გერმანული სწავლების მეთოდიკით არის შემუშავებული. კურსმა ოდნავ ტრანსფორმაცია განიცადა და ქართული გარემო შესაბამისად მომზადდა. სწავლება მთლიანად ქართველმა ინსტრუქტორებმა დაგეგმა. პერიოდულ მეთვალყურეობას გერმანელი სამხედროები ატარებდნენ. ასეთი სკოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ სკოლასთან. მე ვხედავ, რომ დღეს სერჟანტთა სკოლა აქტიურად და წარმატებით მუშაობს. კურსი საკმაოდ ინტენსიურია, სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. სპეციალურ მომზადებაში რამდენიმე სახის სწავლება შედის. მომავალი სერჟანტები სწავლობენ ყველაფერს დაწყებული სამწყობრო მომზადებიდან დამთავრებული ბრძოლის წარმოების ხერხებით. სწორედ სერჟანტია პასუხისმგებელი მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფის მოქმედებაზე და ამიტომ საბრძოლო ოპერაციების დროს მის მოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, სპეციალური უნარების და ცოდნის მიღებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული შეერაღებულ ძალებში სერჟანტზე. ანუ ის რაც დაგეგმილი იქნება ოფიცერთა მიერ ან მეთაურთა მიერ, უნდა დაყვანილი იქნას პირად შემოდგენლობამდე და უნდა იყოს შესრულებამდე დაყვანილი ზუსტად პირველ რიგში სერჟანტის მიერ. სერჟანტთა მომზადების სკოლაში სამხედრო მომზადებასთან ერთად კურსანტები ზოგად განათლებასაც იღებენ. კურსში ისტორიისა და ზოგადი პოლიტიკური საკითხების შესწავლაც არის გათვალისწინებული. ეს სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მივხვდით ნატოსკენ, ჩვენი შეიარაღებული ძალები და მეთაურს, რომელსაც სერჟანტი ქვია, შეიძლება ჯარისკაცმა ესეთი კითხვა დაუსვას, თუ რა არის ნატო. გაიგოს სადღაც. მას აუცილებლად უნდა ქონდეს ამის გაცემის საშუალება. პასუხის გაცემის საშუალება. არის განსაკუთრებული განსაზღვრული საათები, იმისათვის, რომ ეს ზოგად საგანმანათლებლო საკითხებზე მიიღონ განათლება. საცეცხლე მომზადება. ბრძოლის წარმოება. დღეში მოძრაობა დღის და ღამის პირობებში. მოქმედება კრიტიკულ სიტუაციაში. და მტრის ზურგის გარღვევა. სწავლების სამსახეობის. კურსანტები ეტაპობრივად და მორიგეობით გადიან 4 თვის განმავლობაში. თუმცა კურსის დასამთავრებლად და სერტიფიკატის მისაღებად მარტო ამ სწავლების გავლა არ არის საკმარისი. კურსის ბოლოს მომავალმა სერჟანტებმა რთული გამოცდა უნდა ჩააბარონ. 4 თვის განმავლობაში შესწავლილი ცოდნის გამოყენება მათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციაში მოუწევთ. სპეციალურად მათთვის იქმნება ლეგენდები, რომელთა მიხედვითაც მომავალ სერჟანტებს მოუწევთ მოქმედება. კარგი, თავისუფლები ხართ, ეხლა ჩვეულებრივად ჯგუფის მეთაურები ვითარებას აგიხსნიან რა მოხდა და ჩვეულებრივად ბრძანებებს გასცემთ და გადახვალთ გარღვევა მტრის ზურგში. ყველა თავისი აღჭურვილობა აიღო, ზურგზე ყველაფერი, გადავალთ ნახავთ ჩვენ ადგილს, გავცემთ ბრძანებას და დავუწყოთ მარს. უცხო ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. რამდენიმე დღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულმა არმიამ მოწინააღმდეგე საკუთარი ქვეყნის სიღრმეში სოფელ ჯორჯიაშვილთან შეაჩერა.
შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა გადამწყვეტი შეტევა და იგეგმა მასშტაბური ოპერაცია მტრის პოზიციების ზურგიდან გარღვევისა და მისი განადგურების მიზნით. გადაწყდა ძირითადი რაზმის დასახმარებლად დამატებით 1 ასეულის გადაყვანა. მოწინააღმდეგე მობილიზებულია. იმის შიშით, რომ ქართული მხარე ძირითად რაზმთან დამატებით ძალებს გადმოიყვანს, მტერმა სოფელთან მისასვლელ გზაზე საფარი მოაწყო. მოულოდნელმა ჩასაფრებამ ქართული ასეული აიძულა მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიისკენ დაეხია. მეთეორობამ მიიღო გადაწყვეტილება მოწინააღმდეგის ზურგის გარღვევასა და ძირითად რაზმთან ასეთი გზით მიღწევაზე. ასეული იღებს გადაწყვეტილებას ათეულებად დაშლაზე და ასეთი ტაქტიკით მოძრაობაზე. ათეული იძულებულია მოძრაობა მტრის ზურგში განაგრძოს. საფრთხე საკმაოდ დიდია. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომაც შესაძლოა ათეულის მეთაურს მისი ჯგუფის განადგურებად დაუჯდეს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტრისგან შეუმჩნევლად მოძრაობა. ჯგუფი მთლიანად სერჟანტის მოქმედებაზეა დამოკიდებული. ათეული გზის გასაგრძელებლად ემზადება. სერჟანტმა სიტუაცია უნდა გაანალიზოს და შესაბამისი ბრძანებები უნდა გასცეს. ეს არის ამ მეთოდს ქვია ვარსკვლავისებური მეთოდი, ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ვიყოფით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და არ გვინდა აღმოგვაჩინოს მოწინააღმდეგემ. ეს პონჩოა გადაფარებული იმისათვის, რომ აქ მიმდინარეობს საბრძოლო ბრძანების გაცემა, რომელსაც აცნობს ათეულის მეთაური თავის ათეულს. და აქ შიგნით მოქმედებენ ფანარით, რომელიც არის წითელი შუშით გამოყენებული. ჩვენ ეს ათეული გაცემ ბრძანებას იყოფება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და ახდენს მოწინააღმდეგის გარღვევას საკუთარი ქვედანაყოფისკენ. ჩვენი დავალება განვახორციელოთ მარში ფეხით, წანისის მიმართულებით, რათა გავარღვიოთ მტრის ზურგი და შევუერთდეთ საკუთარ ქვედანაყოფებს. ბრძანება მიღებულია. ჯგუფი გზის გასაგრძელებლად მზადაა. ათეული იმყოფება ახლა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და ცდილობს მტრის ზურგის გარღვევას და საკუთარ ქვედანაყოფთან შეერთებას. საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია, ამიტომ გადაადგილება მოძრაობა ხდება მხოლოდ ხამის პირობებში შეუმჩნევლად. ახლა მთელი ღამის განმავლობაში ათეული მოძრაობდა, მაგრამ შეწყდა გადაადგილება, შეირჩა შესაბამისი ადგილი უსაფრთხო და მომზადდა ბანაკი ათეულისათვის, რადგან დაახლოებით 1 საათში გათენდება და დღის განმავლობაში უნდა ვიყოთ შეფარულები, შეუმჩნევლები, იქნება დაბანაკებული მთელი დღის განმავლობაში ათეული ამ ადგილას. დაყენებული არის ახლა საგანგაშო საგუშაგო, რომლებიც უთვალთვალებენ, რომ დანარჩენი ათეული იყოს უსაფრთხოდ. აქ ათეულის ბანაკში არის დანიშნული მორიგე,
რომელიც პასუხისმგებელია საგანგაშო საგუშაგოს ცვლაზე და ასევე განგაშის შემთხვევაში მთელი ათეულის გაღვიძებაზე. საგუშაგოები დაყენებულია. ჯგუფი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ათეული დაღამებამდე აქ დარჩება. ჯგუფმა მოძრაობა უნდა განაგრძოს. ძირითად რაზმამდე სავარაუდოდ რამდენიმე ღამის სავალია. მთელი ღამის განმავლობაში ათეულს საკმაოდ დიდი მანძილის დაახლოებით 30 კილომეტრის დაფარვა მოუწევს. მეთაური ბრძანების გასაცემად ემზადება. თუმცა ამ დროს ტერმა ბანაკი აღმოაჩინა. ათეული ემზადებოდა ბრძანების გასცემად, ღამეში გადასაადგილებლად, გამოჩნდა მოწინააღმდეგე მოულოდნელად, გაიხსნა ცეცხლი, რის გამოც ათეული იძულებული იყო შეეცვალა ადგილ მდებარეობა და გადასულიყო სხვა მიმართულებით. ამ დროს როდესაც მოწინააღმდეგე გაიხსნა ცეცხლი, დაიჭრა ერთი ჯარისკაცი, რომელიც გახდა შემდეგ ჯარისკაცების მიერ წასაყამი. ესე იგი ახლა გადავადგილდებით სხვა მიმართულებით, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით, რომ შემდეგ გაიცეს შემდეგი ბრძანებები მტრის ზურგიდან გარღვევაზე. ათეული მძიმე მდგომარეობაშია. მიზნამდე კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრია დარჩენილი. მეთაური რთული ამოცანის წინაშეა. ჯგუფს ტყვია წამლისა და საკვების მარაგი დანიშნულების პუნქტამდე არ ეყოფა. ათეულის მზვერავებმა ბანაკთან ახლოს მოწინააღმდეგის სატვირთო მანქანა აღმოაჩინა, სადაც სავარაუდოდ მათთვის საჭირო რესურსები უნდა იყოს. ჩვენი ვითარება ესეთია, რომ საკვები ამოგვეწურა, ერთი დღის სავალი გვაქვს კიდე ჩვენს ქვედანაყოფამდე და იძულებული ვართ მოვიპოვოთ ეს საკვები. ჩვენმა დაზვერვამ თვითონ ათეულიდან აღმოაჩინა მოწინააღმდეგის ლოგისტიკის მანქანა, რომელიც სავარაუდოდ იმყოფება საკვები. ათეულმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს ამ მანქანის აყვანა და ის რა საჭირო რესურსი, რა ჩვენ გვესაჭიროება, ავიღოთ ამ მანქანიდან. ეხლა ხდება ამ წუთას ბრძანების გაცემა მაკეტზე, აწილოს პირად შემოგვივლებას და მოვახდენთ მანქანის აყვანას. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სატვირთო მანქანაში ათეულისთვის სამყოფი ტყვია წამალი და საკვები პროდუქტი აღმოჩნდა. ამ ადგილს დროზე უნდა გაეცალონ. ტერის შემთხვევის ადგილს უახლოვდება. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე საათში გათენდება და რაზმი უნდა დაბანაკდეს, სერჟანტი გზის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს. საქმე ისაა, რომ ძირითადი ქართული სამხედრო შენაერთი რამდენიმე კილომეტრშია დაბანაკებული. დანიშნულების ადგილამდე ყველა მიაღწია. საბრძოლო შეფასებისას ყურადღება ყველა დეტალს ექცევა. ითვალისწინებენ აგრეთვე მანძილის დაფარვის დროს. გამოცდის სირთულის გამო ხშირია ტრავმებიც. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამოცდა დამთავრებულია. ამ წერტილიდან ბაზამდე უკვე სამხედრო მანქანებით მოძრაობენ, სადაც კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 4 თვიანი სასწავლო კურსი 73-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. მათგან 55-ს ათეულის, ხოლო 18-ს ოცეულის სერჟანტის წოდება მიენიჭა. გილოცავთ წარმატებით გავლას ათეულის და ოცეულის მეთაურის კურსების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენ სამხედრო კარიერაში
პირველი ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარება შემდგომ კარიერულ წესვლაში. გისურვებთ წარმატებებს ჩვენი საერთო მიზნის უდიდესი გამარჯვების, რომელიც ჩვენს წინ არის, იმის მისაღწევად. კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებთ შემდგომ წესვლას თქვენ სამხედრო კარიერაში. დღესდღეობით სერჟანტთა სკოლაში ორი ძირითადი კურსია. აქ მომზადებას 10-ულისა და 20-ულის სერჟანტები გადიან. სკოლის შექმნის დღიდან 39 20-ულისა და 287 10-ულის სერჟანტი მომზადდა. უკვე დაგეგმილია და მუშავდება 100-ულის სერჟანტთა მომზადების კურსი. დაგეგმილია აგრეთვე ტრანსფორმაციის, ანუ სერჟანტთა გადამზადების კურსი. ეს არის იმ კატეგორია სერჟანტებისათვის, რომლებიც არიან მაღალ თანამდებობებზე, ესე ვთქვათ, უკვე არიან 100-ულის სერჟანტები, ბატალიონის სერჟანტები, ან მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე, მათი აქვთ გამოცდილება სერიოზული, კარგი სერჟანტები არიან, ესე ვთქვათ, 10-ულის მეთაურის კურსის დაწყება, არალოგიკური იქნებოდა მათთვის. ამიტომ ტრანსფორმაციის კურსი, რომელიც შეიცავს როგორც 10-ულის მეთაურის კურსიდან პროგრამიდან აღებულს, 20-ულის სერჟანტის კურსიდან, კომბინირებული ესეთი. სადღაც სავარაუდოდ გათვლილია ესე, რომ 2 წლის შემდეგ ტრანსფორმაციის კურსი აღარ დაგჭირდება და ყველა სერჟანტს, ვინც თანამდებობებზე ესე, ექნებათ უკვე მეტნაკლებად ის ცოდნა გამოცდილება მიღებული. Ich bedanke mich auch für die Möglichkeit zu diesem Gespräch. რა თქმა უნდა, სერჟანტთა ქართულ სკოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისევე როგორც ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. აქაც სერჟანტის წოდებას დამსახურებისა თუ რაიმე სხვა მიზეზებით აძლევდნენ. ეს გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ თანამედროვე არმია, თუ საუბრობთ იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, ეს ნელ-ნელა უნდა გამოვასწოროთ. ყველას, ვისაც სერჟანტის წოდება აქვს, იქნება ეს 10-ულის თუ ბრიგადის სერჟანტი, აუცილებლად უნდა კონდეს ამ სკოლაში მიღებული სპეციალური ცოდნა. ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო სჭირდება.